ბატონო გუგა, დიახ. ისეთი მომენტი თუ გქონიათ, აი პაციენტის სირთულიდან გამომდინარე, რომ ამას ამ საქმეს მე ჩემ თავზე ვერ ავიდე. თუ ისეთი ფიქრები მოგდის, რომ რა მინდოდა ეხლა აქ სახში ყოფილიყავი, მათ საორდეში ტელევიზორის წინ პულტთან ერთად. თქვენ ცხოვრებაში მაინტერესებს ძალიან რთული კითხვა დავისვით. ეგეთი კითხვებისთვის მზად არა ვარ. აი ყველაზე სიხარულის მომტანი ესე ვთქვათ და ყველაზე მტკივნეული რა. მამა დაიღუპათ ერთი თვისთვის ამ შემთხვევის დროს და დედა დავკარგეთ შემთხვევიდან ორ კვირაში. ალბათ ყველაზე რთული მომენტი აქ მქონია რასულის ცხოვრებაში. ყველაზე ძალიან რამაც გავლენა მოახდინა და რაზეც ყველაზე რთულ მდგომარეობაში მორალურად ყოფილ ვარ, ეს იყო როდესაც მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი კვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. სანამ გადაცემას დავიწყებთ, გეტყვით რომ ჩემი არხის სპონსორია მეღვინეობა გონაძეები. მათ აქვს 7 სახეობის პრემიუმ ხარისხის ღვინო, ამიტომ დააგემონეთ გონაძეები. დღეს ჩვენი სტუმარია ექიმი გუგა ქაშიბაძე. გამარჯობა. სალამ გიორგი. როგორ ახართ? კარგად, სულ უკეთად და უკეთესად. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ დღეს. მადლობა მოწვევისათვის. ბავშვობიდან დავიწყებ საუბარს. თქვენი პროფესია ბავშვობიდან აირჩიეთ? არა. აი, როდის იყო გადამწყვეტი მომენტი, როდესაც დამწრობის ექიმობთან ცოტა ძალიან რთული საქმეა. თვითონ პროფესია საკმაოდ გვიან ავირჩი. ერთ-ერთი ის პროფესია იყო, რომელიც მინდოდა, მაგრამ ექიმობასთან ერთად ძალიან ბევრი რამე მინდოდა, ჩამოთვალო ძალიან შორს დაგვიყვანს. დაწყებული, რა ვიცი, არქიტექტურით, მხატვრობით, ფიზიკით, ძალიან ბევრი პროფესია მინდოდა. შემთხვევით გამოვედი. გადამტეხი მომენტი არ იყო რამე რომ აი გადამტეხი არჩევანი იყო რა სიტყვაზე. ალბათ ქვეცნობიერად მინდოდა, ყოველ შემთხვევაში ისეთი პროფესია მინდოდა აი ბოლოში უკვე დაამთავრებელ წლებში, რომელიც იქნებოდა რაღაცის დახმარებასთან იქნებოდა ასოცირებული და ალბათ ამან იმოქმედა გადამწყვეტი ნიშნა. ყოველ შემთხვევაში რაც ექიმი გავხდი, ერთი წამით არ მინანია, რომ არასწორი პროფესია ავირჩიე. პირიქით ბედნიერი ვარ დღესდღეობით, რომ ექიმობა ავირჩიე და ზუსტად ეს დარგი ავირჩიე, ხალხშიც მუშაობ. ეს ძალიან გამიმართლა. ძალიან კარგი. ჩვენ ძალიან გაგვიმართა, რომ ესეთი მაგარი პროფესიონალი ყავს ჩვენ ქვეყანას. სულ მიყვის ხოლმე ხელფასაში მიხდიან. დიდ სიამოვნებას მაინტერესებს ჩემი სამსახური რა. გასაგები. მე ვიცი, რომ თქვენ თამაშობთ მასანგას. ბატონმა ასტამმა მითხრა და სხვადასხვა მოკითხვა გადმოგცათ. მასანგას თამაშობდი უფრო ხატვარი ვიყავი ხოლმე ჩვენ ჯგუფში. თან ძალიან მაგრად ხატავს. ყოზანოსტრა იყო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი და საუკეთესო პერიოდი იყო ეს ჩვენთვის. როგორც ვიცი, ძალიან კარგი იუმორის გზნობა გაქვთ. თქვენ პროფესიაში მე რაღაცებს გადასალახად თუ გეხმარება თქვენი იუმორის გზნობა და შეხედულება. კი, ეს ძალიან მეხმარება, ეს რაღაცა თავდაცვითაც მაქვს, იმიტომ რომ გინდა არ გინდა დამწრობასთან ყოველდღიურად ადამიანური და ოჯახურ ტრაგედიებთან გიწევს. საკმაოდ ძალიან რთული შემთხვევები, მის გადალახვა ძალიან რთულია. ვცდილობ ერთმანეთს თავიდანვე მივხვდი, რომ ის იუმორი გეხმარება ამასთან ბრძოლაში, იმიტომ რომ სულ მიყვის იმ ექიმების ნათქვამი, რომელსაც იძახიან, რომ ემოციების გარეშე ვარ და ცივი გონებით შევდივარ, იმიტომ რომ ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენია ჩემი თავი ემოციების გარეშე. გინდა ოპერაციის დროს, გინდა უბრალოდ ჩვენთან შეუძლებლად პაციენტის მიღების დროს. ეს პირადი ტრაგედიები გინდა არ გინდა მოქმედებს და გადამდებია. ამიტომ ეს იუმორი ერთ-ერთი ხერხია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველაფერი ეს გადავლახო. საგები. დასაწყისში ახსენეთ, არ მინანია, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღეო, მაგრამ ხო არის ხოლმე აი ტრაგიკული შემთხვევები სამწუხაროდ. კი, რა თქმა უნდა. აი ზუსტად აი მაგალითად მაგ დროსაც არ გქონიათ ეგ ფიქრი, რომ აი რატო ხო, ეხლა ხო შეიძლება რომ ხატრობას მოყოლოდით და არა, ყოფილა მძიმე წუთები, რომ მაგალითად ვარ მოყვარული ალპინისტი. მქონდა შემთხვევები, რომ თქვა თაში სულობის დროს სულ ისეთი ფიქრები მოგდის, რომ რა მინდოდა ეხლა აქ სახში ყოფილიყავი, მათ საორდეში ტელევიზორის წინ პულტთან ერთად. ქირურგიაშიც ესია. არის შემთხვევები, რომ ეჭვი გაგიელებს, რომ
ნეტა ეხლა აი რა უნდა ვქნა, მაგრამ ალპინისტობის ეს შემთხვევაში არის მთელი ხიბლი ამ მძიმე სამუშაოსი, რომ გამოსავალს ყოველთვის ეძებ. ბუნებრივია შეცდომებიც მოგდის და ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, იმიტომ რომ ეს ექიმობასთან ახლავს ეს სამწუხაროდ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეიძლება ყოფილა წარმატებულობაც, მაგრამ არასოდეს არ მინანია, რომ ექიმი გამოვიდე. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. მე მაინტერესებს იყო ადრე ეგეთი ტენდენცია. ლევუს ნახევარჩისზე მოქვს საუბარი. ეხლაც არის თუ არა ეგ პრობლემა? სამჯერ დავაგაგვრილებ. ეხლა არა, აღარ არის. ხო, 2 წელი ამ მსგავს შემთხვევა აღარ ქონია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ხო, იმიტომ რომ ეხლა სულ მეკითხებიან, რომ რატო ეხლა ახალი თაობა ეხლა რაც საუკეთესო თაობა მოდის და მათთვისაც ასევე ძალიან რთულად ასახსნელი იქნება, რატო უნდა გდომოდა კანის ფერის ისე შეცვლა, ჯერ საიდან წამოვიდა ეგ ლევუს ნახარში რომ მიიღო და მე რო ეგ ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 12 წლის წინ იყო პირველი შემთხვევა, მაშინ ისეთი ახალგაზრდა ვიყავი, მეც ჭაღარ არ მქონდა. ძველკადრებს უყურებ, ისეთი ახალგაზრდა ვარ, რა გითხრათ. შავი ულოში და ახალგაზრდულად გამოგურებით. მაგრამ ერთ-ერთი გოგონა იყო ჩართვის მექანიზმი, ალბათ ახლა უკვე ასაკში იქნება შესული ეს გოგონა. პირველი შემთხვევა იყო და როგორც ტელევიზიებით გავცელდა ეს შემთხვევაში, რაღაცნაირად ჩართვის მექანიზმი იყო და რაღაცნაირად ბიძგი მიცა, ამან რომ მთელი თაობები გაიზარდა ლევის ნახარშის. მე ვიყავი დაახლოებით 12 წლის მახსოვს პირველი ჩართვა. აი, უბრალოდ მე რა გამიკვირდა, იცი და რა მიკვირს, ანუ ხო ნახეთ შედეგი, რაც გამოიწვია და მე სხვა ადამიანებმაც რომ იგივე გაიმეორეს. ფსიქოლოგიაში არის ის, რომ ადამიანი გზნობს თავს რაღაცნაირად განსაკუთრებულად. გონია რომ თვითონ არ დაემართება. იქ რაღაცა თქვა პეტრეს დაემართა, შავას დაემართა, ნონამ რაღაცა ვერ გათვალა, მაგრამ თვითონ ისეთია განსაკუთრებულია და აი ზუსტად ეს არის ბიძგი. ძალიან კარგი, ანუ 2 წელია. ხო. იმეთია ეგრე გაგრძელდება კიდე ერთხელ. დავაკარგული. პაციენტი ნაცნობობით ურიგო თუ მივიღიათ. კი რა თქმა უნდა. ურიგოთ მივიღია და კი, იმიტომ რომ ხა საქართველოა დაახლოებით ჩემი ზარების 70% ემსახურება, რომ ვიღაცას მოკითხვა გავცე, ვიღაცის ამბავი გავიგო, რაღაცნაირად ეს ყველაფერი, ოღონდ ამას პაციენტი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. და შესაბამისად მეც ვიყენებ ხოლმე მეც დამირეკე ამბავი გამიგია და ასე შემდეგ. აჰა. არა, მე ურიგოთ მიღებაზე რო ურიგოთ მიღებაზე ისეც ყოფილა, რომ ხალათი ჩამიწვევია, რომ ვითომ კოლეგა იყო და ისე შემიყვანია, ეგეთი შემთხვევაც ყოფილა. ქართულ ამბავში. აწუხართ ყოფილა. ისეთი მომენტი თუ გქონიათ, აი პაციენტის სირთულიდან გამომდინარე, რომ ამას ამ საქმეს მე ჩემ თავზე ვერ ავიდებ. ხო, არა, ეგეთი შემთხვევა არ ქონია, იმიტომ რომ შენ თავზე აღება ოშხოში მაქსიმალურად უნდა ის დახმარება არ სჭირდება და ისე როზე არ სჭირდება, უნდა მიიღოს. მორალიდან გამომდინარე თავის სირთულიდან გამომდინარე ბუნებრივი არ ყოფილა მორალური შემთხვევები, როდესაც ძალიან რთულია პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ სულ ადარებ ხოლმე ახლა თეთრი ხალათი მუნდირივითა, როგორც ოფიცერს ახლა სხვანაირად მოქცევა არ შეეფერება, ასევე ვთქვათ, ექიმსაც რთულ მომენტში სხვანაირად მოქცევა არ შეეფერება. ყოფილა მაგალითად 2008 წლის ომის დროს ფრინაობს კუნალობდით, რომლებაც წინა დღეს დაბომბეს ქალაქი გორი. აი დროს ძალიან რთული იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ სერვიზი არ მოკლებიათ, ამის სხვა შემიძლია. ხო, აქ ყველაფერს ზევით უნდა იდგეს პროფესიიდან გამომდინარე. ანუ არა. სწორად მივხვდი კითხვას. ხო, კი, სწორად მივხვდით. ანუ არა აქვს ადამიანის შეხედულებას, საიდან არის განსხვავება ყველა ადამიანს. ხო, აქ შენ იმისთვის გასასჯელად ხარ ექიმი და ძირითადი მოვალეობა შენი არის მისი გამჯობთება. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია პირველ რიგში და აქედან დიდ მადლობას მოვხდი ყველა ექიმს, ვინც ადამიანებს ესე თქვა სიცოცხლეს უხანგრძლივებს და ჩვენი სიცოცხლეს უბრძოლავს. თქვენი დავიწყებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ყველა ექიმს დაგვენთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მოგცეთ. შეიძლება მოსო. როგორ არა? ჩვენ რო ფიქრობთ, ბატონი გუგა სტუმრად მოვაო, ძალიან
გვაინტერესებდა ყველას რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულში. ძალიან მალე მოვა ზაფხული და ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს და გვისმენს ახლა. თქვენგან საინტერესო იქნება რა რჩევები გავითვალისწინოთ, რა არის რეკომენდირებული. ყოველ შემთხვევაში ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით მზეს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. მით უმეტეს გაზაფხულის პერიოდში თეთრი კანი გვაქვს ძალიან ადვილად ვიღებთ დამწრობას და შესაბამისად არ არის აუცილებელი ვთქვათ ხანძლივად ვიყოთ მზეზე რომ მზის დამწრობა მივიღოთ. პირველი ორი ვიზიტის განმავლობაში ჯობია რა თქმა უნდა მზის გადამცავი კრემი მივიღოთ. საერთოდ ერთ ამას ვიტყვი რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს. რუჯი ყველა ვარიანტში არის მავნებელი ჩვენი ორგანიზმისთვის. ნაადნევ დაბარებას იწვევს, ნაოჭების გაჩენას, პიგმენტურ ლაქებს და ასე შემდეგ. უბრალოდ რაღაცნაირად დაკვეთა გოგონებს მოწონთ გარუჯული მამაკაცები, მამაკაცებს მოწონთ გარუჯული ქალბატონი და რაღაცა ერთმანეთის ჯიბზე ყველა ირუჯება. მაგრამ ალბათ ჯობია ყველაფერი რაღაც ზომიერების ფარგლებში. შეიძლება ისეთი ქალბატონი ნახო, ისეთი გარუჯული, რომ გულის გაგისკდეს. ან პირიქით. ლეგენდების მსმენია. ესმის რომ რაღაცა სილუეტს უფრო ლამას აჩენს, უფრო გამხდარს აჩენს, პატარა ნაკადს ფარავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაფერი ზომიერების ანუ ფარგლებში. არც ერთი რუჯი არ არის სასარგებლო. სასარგებლო არა. იმიტომ რომ ლეგენდა იყო, რომ რუჯის შემდეგ, როდესაც ესე თუ კანს ვიცინს ხოლმე მოდის ეგრე რა. როცა კარგია ჯანმრთელობა, ეგეთი ლეგენდა არის ახალგაზრდებს. ხო, არ ვიცი, მაგრამ რუჯი ჯანმრთელობასთან დიდად კავშირში არ არის. მოვერდოთ მზეს ესე იგი. კი, მაქსიმალურად მოვერდოთ მზეს, ეს არა მარტო ჩვენი კანი, იგივე თქვათ მზისგან დამცავი სათვალეები, ქუდი და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ჯობია მოვერდოთ პატარა ბავშვები და ვთქვათ ასაკიანი ადამიანები. ანუ ეხლა პატარა ბავშვებზე რო ვისაუბროთ, ანუ ზღვაზე უნდა წავიყვანოთ. ზღვაზე აუცილებლად წავიყვანოთ, ისე იგი ჯობია რა თქმა უნდა, ზღვა სასარგებლოა, ზღვის აერი სასარგებლოა. ალბათ გინახავთ უცხოეთში მაქსიმალურად არიან ხოლმე დაცული ბავშვები. საცხოვრებელ კოსტუმით ისე აქვთ ხოლმე გრძელსახელმოებიანი და აქ ჩვენთან პირველი თითლი გადამოხვეზე ჩაიაროს ლიათ ყველაფერი აქვთ ხოლმე გახდები. ჯობია რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული დრო დავიცვათ 11 საათამდე და 5 საათის მერე ესე აქტიურად ვთქვათ მზის გულზე ყოფნა და მაქსიმალურად გამოვიყვანოთ მზისგან დამცავი კრემი. ყველაზე უცნაური პაციენტი როგორ ყოლია რა დამწრობით ყოფილა ყველაზე უცნაური პაციენტი. რომ ეს თუ იყო ეს წარმოდგენაშიც რო არ ქონდათ რომ ნუ ყველაზე უცნაური პაციენტი ხშირია ხოლმე ესეთი განუმეორებელი შემთხვევები, მაგრამ ეხლა რაც მახსენდება ეს ხო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჩართულ ელექტროხერხში ასხავდა ბენზინს და თან თამბაქოს ეწეოდა ხო ანუ თან დამწრობა მიიღო, თან ელექტროხერხიდან ჭრილობები მიიღო და ნუ აი რამოდენიმე ბუნების კანონი დაარღვია, გაუფრთხილებულობაზე არაფერი არ მაქვს საუბარი, აი მაგრამ სამედნიეროდ გადარჩა. ესეთი ექიმი შეხვდა რომ გადარჩებოდა, მოუცილებლად. აიდებას მე დავაბრალებთ, მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში გადარჩა. რა არ უნდა კითხო ექიმს და მაგრამ მაინც სულ რო გეკითხებიან რა არის ეგეთი. ხო, მაგაზე არ მფიქრია. ყველანაირი კითხვა შეგიძლიათ დავუსვათ დაუსვა, იმიტომ რომ პაციენტი და დანახული რეალობა იმდენად განსხვავდება ექიმისგან დანახული რეალობად, რომ თითქოს სხვა რაღაცაზე არის საუბარი. ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დაუსვათ ექიმს, ეს თუ მიღებული პასუხი გამოადგება თქვენ გამოჯანმრთელებას და თქვენ დაწყნარება დამშვიდობას. ერთი წინადადებით რჩევა რომ იცეთ მომავალ ექიმებს. რას ურჩევთ? რჩევა იქნება ჩემი ეს პირველ რიგში ვიტყვი რომ უმაგრესი ახალგაზრდა თაობა მოდის ეხა სტუდენტებზე მაგ რეზიდენტებზე მაგ საუბარი კეთილი შურს და მიხარია ჩვენი ქვეყნისთვის რომ ესეთი თაობა იზრდება მერწმუნეთ რომ ჩვენ ესეთი კარგები არ ყოფილვართ არანაირად აი თამამად შემილია ამის თქმა და ეს ასაც ვჩევდით რომ ის აზარტი და ის რაღაც ნაპერწკლები რაც ექიმის მუშაობასთან ახლავს არასოდეს არ დაეკარგოს. ისვისაც მე პირადად ისვისაც მიხარია ექიმობა და ყოველდღიური მუშაობა რომ რუტინაში ვარ გადაგეზარდოს
ხო, რუტინაში გადასვლა არც ერთ ხო, საქმეს არ ძალიან უხდება განსაკუთრებით ძალიან თვითონ. ძალიან რთულია. აი ეს კიდევ ერთხელ შეიძლება აზარტის ზუსტი შესაბამისი სიტყვა არ იყოს, მაგრამ ესე ვეძახი ხოლმე რა. აი ეს აზარტისათვის პროცესი სულ რაღაცა შეენთოთ, რომ გახურებული ყოფილიყო. საკმაოდ წარმატებული პლასტიკური ქირურგი ხართ. რა არის თქვენი, ესე ვთქვათ, ის უნარი, რომ ესეთი წარმატებული ხართ, როგორ მიაღწიეთ ამ წარმატებას? ხო, არ ვიცი, ახლა მაგას ძალიან რთული კითხვა, მაგას არც მიფიქრია მაგაზე და მე მგონი არც ვიფიქრებ მაგაზე. ყველას ნებისმიერ პროფესიას, ექიმობაც რაღაც განსაკუთრებული ისეთი პროფესია არის, ალბათ ყოველდღიური მუშაობა, ალბათ მე ყველა პროფესიას ეს გამოვარჩევ. რაღაცნაირად უნდა ცდილობდე, რომ ხვანდელი დღე ოდნავ მეტი უნდა იყოს, ზეგინდელი კიდევ უფრო მეტი და ასე შემდეგ. ძალიან რთული კითხვა დავისვით. ეგეთი კითხვებისთვის მზად არა ვარ. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ ექიმებს. დატვირთული გრაფიკი ხო, მაგრამ დატვირთვა როგორ არის, ის როცა სიამოვნებას განიჭებს უკვე დაღლითაც არ იღლები. არა იღლები, მაგრამ ეხლა სასიამოვნო დაღლაც ხო არის ხო, რომ დაღლილი ხარ, მაგრამ აი სიამოვნებს ეგ დაღლაც რა. ეს თვითონ დაღლაზე და თქვენს შესაძლებლობებზე არ აისახება, მაგრამ აი ოჯახთან ურთიერთობა, პირად ცხოვრების ბალანსის დაჭერა როგორ ახერხებთ? არა, პირიქით არის, იმიტომ რომ თითოეულ წუთი, თითოეული ის გატარებული ოჯახთან ერთად, მეუღლესთან, ბავშვთან ერთად გატარებული დრო ფასს გებულობ და არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, მაგრამ აი თქვენი საქმიდან გამომდინარე ხო არის რომ სახლში ხშირად ვერ მიდიხართ თავის დროს? როდესაც მიდიხართ ბავშვებს, მეუღლეს? ხო, ეხლა აქ რა, მეუღლე ჩემზე დაგავებულია. ხო? ესე გამოდის, მაგრამ ეს ბავშვებთან ერთად გატარებული დრო არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი. სულ მახსენდება ერთი პაციენტი, მამაკაცის მონოყოლი ისტორია. ერთ-ერთ ქვეყანაში მოუწია ბავშვთან ერთად საკმაოდ დიდ დროს 3 თვის გატარება, იმიტომ რომ რამდენიმე ქირურგიული ჩარევა დაჭერდა ამ ბავშვს და ისე მოხდა, რომ მეუღლე ვერ წავიდა თვითონ გაყვა. ნუ ჩამოსვლისას შევხვდით, ვისაუბრეთ, ესეთი რამე მითხრა, რომ აღმოჩნდა, რომ მე ჩემ 9 წლის ბიჭს არ ვიცნობდი, საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს, ანუ რა უხარი არის, რა ინტერესებს, რომ მანამდე სამსახურიდან გვიან მოვდიოდიო, დილას ადრე გავდიოდი ბავშვი, ნუ არ მქონდა ბავშვთან იმხელად კონტაქტი. აი 3 თვის განმავლობაში თავიდან მოხდა, იმანაც თავიდან გამიჩნდა და მეც თავიდან გავიცეს, იმის სიტყვები მახსენდება. რაღაცნაირად ისე გავაკეთეთ, რომ მაგალითად სკოლაში წაყვანა, უკან გამოლა, ჩემ თავზე მაქვს აღებული, რომ ბავშვებთან მეტი დრო გავატარო, უფროსთანაც ესე იყო, ეხლა მე 5 კურსის სტუდენტია და უმცროსი პატარა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რაღაცნაირად მეტი დრო გავატარო, იმიტომ ვერაფერი ვერ გადაწყვნის ოჯახთან ერთად გატარებულ აი ამ ბალანსის დაჭერა არის ძალიან რთული. ძალიან რთული, მაგრამ არის მოსახერხებელი, იმიტომ რომ დღის განმავლობაში იმდენ უაზრო რაღაცაზე ვანგავთ ჩვენ დროს, რომ ყოველთვის შეიძლება მოიგზავნო, რომ ამ დრო არაფერთვის არ მაქვს, მაგრამ კარგად დაალაგებ და მოზე მეტი დროც გამოგიჩნდება ოჯახისათვის. თავიდან რომ აბარებდეთ სამედიცინო უნივერსიტეტში, ამ გადმოსახედიდან იგივე პროფესიას. კი, არც განიხილება სხვა პროფესია, უბრალოდ ჩვენ დროს ჩაბარება ძალიან რთული იყო. და ასიკ უნარჩვევები უნდა სტაჟი უნდა დაგეგროვებინა სანიტრის და ნუ ფაქტობრივად შეუსრულებელი მისია იყო პირველ წელს მოწყობა. ხო, მე მქონდა 2 წელი სანიტრად ვიმუშავე და შემდეგ ამ სტაჟის აგროვების მერე მოხვდი სამედიცინო უნივერსიტეტში, მაგრამ ერთი წამითაც არ გავიხედებოდი სხვა პროფესიისკენ. ამაში ამ გადასახედიდან კიდევ უფრო მიხარია, რომ სწორედ ისე დაალაგდა პლანეტები და ვარსკვლავები, რომ სწორი პროფესია ამოურჩი. თუ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ტოპ 5 ქართველი, ვისაც უმკურნალთ. არა. სხვათა შორის, ხა კითხვა კარგია შეიძლება თქვენი გადმოსახედიდან, მაგრამ მე შემიძლია ყოველთვის ყველა პაციენტი ბუნებრივად ვერ გახსოვს და ვერც იმახსოვრებ, მაგრამ არის გამორჩეული პაციენტები, რომელიც გახსოვს და მისი გვარი, ასაკი, ყველაფერი გახსოვს. არიან პაციენტები, რომელიც არასოდეს არ დაგავიწყდება.
ეს კითხვა ამ პაციენტებთან ანუ კითხვის პაციენტები და ეს პაციენტები რომლებიც კარგად გახსოვს ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არიან. მაგალითად არასოდეს არ დამოუწყდება ჩემი პირველი პაციენტი და ეს პაციენტები რომლებიც კარგად გახსოვს და არასოდეს არ დაგვაუწყდება არ არიან არც ცნობილები არიან და არც რაღაცით არ არიან განსაკუთრებულები. უბრალოდ მათი ისტორია არის განსაკუთრებული და არის გარემოებები, რითაც ვთქვათ, იქ შეიძლება ახსოვდეს. პირველი ემოცია თუ გახსოვთ, როდესაც პაციენტი მოგიყვანეს. ხო, ბუნებრივად ნერვიულობ ძალიან და ეხაც ნერვიულობ. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს, მაინც ისე არავინ არ თქვას, რომ რაღაცნაირად ისე ხარ მშვიდად აწყნარად ხარ. არაფერი დასასრულებელი არაფერი ის არ არის, რომ შენ თვითონ არ გაქვს მიღებული ეს დაზიანება, მაგრამ მაინც გარკვეული შფოთი და ნერვიულობას თან ახლავს, განსაკუთრებით ოპერაციის დროს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ემოციების გარეშე და რაღაცნაირად ნერვიულობის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია, არც ველოდები ეგეთ პერიოდს, რომ ნერვიულობის გარეშე ვიქნები საოპერაციოში. ბატონო გუგა, თქვენს ცხოვრებაში მაინტერესებს რა იყო ყველაზე სიხარულის მომტანი, ესე ვთქვათ და ყველაზე მტკივნეული რა იყო? სიხარულის მომტანი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პაციენტი, ბევრი პაციენტი ყავს გადარჩენილი, საინტერესო შემთხვევები, მაგრამ მაინც ყველაზე სასწაულო ფაქტი, მაინც ოჯახს უკავშირდება და იმიტომ რომ ეს არის ის მიღებული სიხარული, რომელიც ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს მომავალ ცხოვრებაზე. ეს არის ყველაზე ტრაგიკული. პირველ რიგში რა თქმა უნდა შეუღლება და ბავშვების დაბადება, იმიტომ რომ ყველაზე ესეთი მტკივნეული თვითონ ჩემთვის მაგალითად ახლა უამრავ გინდა არ გინდა ესეთ პროფესიაში ხარ, ბევრ ტრაგედიას ხვდები. ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ ექიმი, გარდაცვალების ფაქტსაც ხარ შევწრი, მაგრამ აი ყველაზე ძალიან რამაც გავლენა მოახდინა და რაზეც ყველაზე რთულ მდგომარეობაში მორალურად ყოფილ ვარ, ეს იყო როდესაც სამოჩებლოდან მყავდა ორი გოგონა დამწვარი 9 და 10 წლის და დედა. და როგორც ექიმს მომიწია მათთვის თქმა, რომ მამა დაიღუპათ ერთი თვისთვის ამ შემთხვევის დროს და დედა დავკარგეთ შემთხვევიდან 2 კვირაში. ის იყო ძალიან რთული, არც კი ვიცოდი ბავშვებისთვის როგორ უნდა გვეთქვა ეს ინფორმაცია მივაწოდეთ მამიდასთან და ფსიქოლოგთან ერთად და არც მათი სახეები, არც მათი ეხლაც ძალიან მოქმედებს. ბუნებრივია ამას დროს ვერაფერი ვერ უზრავს, მაგრამ როგორ მივხვდნენ ეს ორი გოგონა, რომ ერთმანეთის პატრონები თვითონ იყვნენ. და აი ძალიან ალბათ ყველაზე რთული მომენტი აქ მქონია რასოდეს ცხოვრებაში. კიდევ ვერ მოვყევი და ვერ გადმოვეცე, ალბათ ვერ გადმოვეცე, მაგრამ აი ეს რომ უთხარით, რომ წარმოიდგინე, რომ დედა მეთქი გარდაგეცვალა 2 კვირის წინ, იმიტომ რომ მაშინ ვერ უთხარით, რეანიმაციაში იყვნენ და მამას ვინეტყვის ამ ამბავსო და მოუთხარი, აღარც მამა აღარ ყავთ, იმიტომ რომ გაზის ბალონი ვათქდა, ადგილზე დაიღუპა თქო და ეს ორი ბავშვი მივხვდნენ, რომ თვითონ იყვნენ უკვე ერთმანეთის პატრონი და რომ ჩაეხვიენ ერთმანეთს, აი თუ ყოფილა თქვენს ესეთ კარიერაში ესეთი მომენტი, რომ პაციენტთან უკვე ნათესაური კავშირში გადაიწერდა, აი ნათლია. კი, ყოფილა ეგეთი მომენტი, ყოფილა მომენტი, რომ პაციენტს შვილის ნათლია ყოფილ ვარ. ეხლაც მეგობრობ და ვაგზელებ ამ ურთიერთობას და მეორე ვარიანტიც მქონია, ჩემი ყოფილი პაციენტი დამნათესავებია, ჩემი პატარა ნათლია, როსტომი ტალახაძე და მასთან ერთად მთაში დავდივართ, ანუ ერთ თოქში ვართ ჩაბმულები, ეხლა ვინც მთაში სიარული იცის და ერთ თოქში ჩაბმას ნიშნავს იცის, ხვდება. როსტომი ჩემი პაციენტი იყო და რაღაცნაირად ისე დავმეგობრდით, რომ პატარა ბავშვი ნათლიაც კი გახდა. ეს ალპინისტობა საიდან ან ბავშვობიდან გამომდინარეა თუ? არა, საკმაოდ გვიან დავიწყე, 45 წლის ასაკში დავიწყე, უბრალოდ სამოყვარულო დონეზე. ძალიან დიდი ადრენალინი. ხო, ალბათ ისიც
გარკვეულად სტრესის მოსახსენებს, მაგრამ მარტო ეს არ, მაგრამ ისეთი ლამაზი მთები გვაქვს საქართველოში, რომ სოფლიოს მეორე წერტილიდან ძალიან შორიდან დადიან ჩვენი მთების სანახავად. რომელი მთა დალაშქრეთ? ო, მყინვარტვერზე ვარ ასული, ჭაუხებში რამოდენიმე ასათიანი თაყაიშვილი, თეთნულზე მაქვს ცდელობა და ნუ ისეთი არაფერი. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან ბევრ სირთულეს ხართ ესე თქვა ჩაჭიდებული და წარმატებებს გისურვებთ ყველაფერში ერთად. თქვენც ასევე გიორგი, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ლამაზი პასუხები არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი გულწრფელი ნამდვილად თავი ეგ იყო. არის. ვიცი რომ ძალიან გიყვართ ფეხბურთი. რომელ გუნდს ხომაკავთ? საქართველოს ნაკრებს. საქართველოს ნაკრებს. აღარც კი მახსოვს ვის გულშემატკივრობდი ადრე. ტოპ 5 ფეხბურთელი რო ჩამოვთვალოთ, თუ შეგიძლიათ. საერთოდ კი ბატონო. ნუ არ ვიცი, ეხლა ალბათ ჩვენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები იქნებიან ეს ხუთეული. არც ნომრების მიხედვით არ დავალაგებ, არც ისე, მაგრამ ერწყმულობთ, რომ ხუთივე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები არიან. ერთამეს ვნანობ, რომ მამაჩემი ვერ მოისწრო დღევანდელი ჩვენი ფეხბურთელების წარმატებებს, როგორც სანაკრებო დონეზე, ასევე საკლებო დონეზე. რომ მითხრა, რომ ერთი ნივთი წაუღერო, საშეხვდებიო, ეს იქნება საქართველოს ჩეხეთის თამაშის ჩანაწერი. ანუ სახელდაგვარებს ესე არ დაასახელოთ. არა. ჩვენი ნაკრების მოთამაშეები არიან ხუთი. ყველა საუკეთესო. ყველასა ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. თქვენც ასევე საჩუქრად გადმოგცემთ გონაზეების ღვინოს და იმედი მაქვს, რომ სულ თქვენ მოხვალთ ჩვენთან სტუმრად და ჩვენ არ მოგვიწევს თქვენთან მოსვლა სამკურნალოდ. აი ეს ჯობია თქვენთან მოვიდე, თუ ესეთ ღვინოს დამახვედრებთ, მით უმეტეს ჯობია. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ჩვენთან სტუმრად იყო გუგა კაშიფაძე.